საღამომშვიდობის ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. მინდა ტექსტი წავიკითხო, რომლის გარშემოც შემოგთავაზებთ სჯელობას დღეს. დაბადების წიგნი, იგივე შესაქმეს წიგნი, მე-12 თავი. პირველიდან მერვე მუხლის ჩათვლით. დაბადების წიგნი, მე-12 თავი, პირველიდან მერვე მუხლის ჩათვლით. და უთხრა უფალმა აბრაამს, დატოვე შენი ქვეყანა, შენი შობის ადგილი და შენი მამის სახლი და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ და გაქცევ დიდ ერად და გაკურთხებ და განვადიდებ შენ სახელს და იქნები კურთხეული და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი და წავიდა აბრაამი, როგორც უთხრა მას უფალმა და მასთან ერთად წავიდა ლოტიც. და იყო აბრაამი 75 წლისა, ხარანიდან გასვლისას. და წაიყვანა აბრაამმა სარაი თავისი ცოლი, ლოტი თავისი ძმის წული, ყველა მსახური, რომელნიც შეეძინა და მთელი ქონება, რომელიც მოიხვეჭა ხარანში. და წავიდნენ ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ იქ. და გადაიარა აბრაამმა ის ქვეყანა შექემის ადგილამდე, მორეს მუხამდე და ქანაანელნი ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში. და გამოეცხადა უფალი აბრაამს და უთხრა, შენ შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას. და აბრაამმა იქ აუშენა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას. და წავიდა იქიდან ისკენ, ბეთელის აღმოსავლეთით და გაშალა იქ კარავით. ბეთელი იყო დასავლეთით, ხოლო ჰაღაი აღმოსავლეთით და იქ აუშენა სამსხვერპლო უფალს და მოუხმო უფლის სახელს. ამინ. ბიბლია დიდარია მრავალი ღვთისკაცის ისტორიით და აბრაამის ისტორია ყველამ მორწმუნემ კარგად იცის. მე აბრაამის ისტორიის დეტალებზე არ ვისაუბრებ დღეს, მაგრამ ესეთი თემა მინდა შემოგთავაზოთ სამსჯელოდ. აბრაამი, წმენის მამის თვისებები. რამ გახადა აბრაამი, წმენის მამა, მრავალი მორწმუნის მამა? რა ცხოვრების წესი ჰქონდა მას? ისეთი, რომლითაც მას ეწოდა წმენის მამა. პიროვნებების ისტორიებს რო ვისმენთ, ზოგი აღვაქვრთოვანებს, ზოგი განაწყენებაში ჩაგვაგდებს. არსებობენ ბიბლიური ანტიგმირებიც, რომელთა ისტორიებიც უარყოფით მაგალითს გვაჩვენებს. მაგრამ ბიბლიურ გმირებსაც და დადებით გმირებსაც აქვთ უარყოფითი საქციელიც. ერთადერთი, ვისაც არ აქვს შეცდომა, ეს არის უფალი იესო ქრისტე. მას რამ გახადა აბრაამი რწმენის მამად? ის ჩვენნაირი ერთ-ერთი ადამიანი იყო. მაგრამ დღეს, როდესაც ვამბობთ მის სახელს, ყველა მოწიწებით ყურებს დაცქვიტავს და მოგვისმენს, აბა რა სიტყვის ეს ადამიანი აბრაამი. რამდენიმე თვისება, რომელზეც გავამახვილე ყურადღება ამ კუთხით აბრაამის ისტორიის შესწავლის დროს, რომელიც მინდა გაგიზიაროთ დღეს. პირველი, ჩვენ ხედავთ აბრაამის უპირობო მორჩილებას ღმერთისადმი. მეორე, ჩვენ ხედავთ პრიორიტეტების სწორად დალაგებას მის ცხოვრებაში. მესამე, ჩვენ ხედავთ, როგორ ზრუნავს აბრაამი გარშემო ადამიანებს. მეოთხე, ჩვენ ხედავთ მის თავმდაბლობას ღმერთის წინაშე. ასევე ჩვენ ხედავთ მის უარყოფით თვისებებს. ის ორჯერ იტყუება, რომ სარა მისი ცოლი არ არის, არამედ და არის. თუმცა ნახევრად სიმართლეს ამბობს და განვეხილოთ ეს საკითხი.
როდესაც კონფლიქტი მოხდება სარასა და ჰაგარს შორის და ისმაელი უკვე დიდია და ისააკი პატარა, ის აბრაამი ერთი ტიკჭორითა და მცირეოდენი პურით, რომელსაც ჰაგარს ზურგზე აჰკიდებს, გააცილებს ისმაელს. ასევე ჩვენ გვაქვს აბრაამის შესახებ გარეშეების მიერ დახასიათება მისი. აი ამ საკითხებზე თანმიმდევრულად მინდა რომ ვიმსჯელოთ დღეს. დავიწყოთ უარყოფითიდან, რომ გადავიდეთ მის დადებით დახასიათებაზე და უარყოფითიდანაც და დადებითიდანაც ვისწავლოთ ჩვენთვის მაგალითი და გაკვეთილი. ბიბლიის უნიკალურობა კიდევ იმაში არის, რომ ის თავის გმირებს იდეალურად არ წარმოგვიდგენს. წარმოგვიდგენს მათ ძლიერ მხარეებს, სისუსტეებს და გვასწავლის ამით. რა უარყოფითი თვისებები და საქციელი ჰქონდა აბრაამს, მოდით ამით დავიწყოთ. როდესაც აბრაამი დაემორჩილება ღმერთს და გამოდის მის ხმას მოусმენს, უდრტვინველად მიდის და ამაზეც ვისაუბრებთ. მას არ ჰყავს შვილი, უშვილობის პრობლემა აქვს. და ჰაგარის თავაზობს მას იმ დროისთვის არსებულ ჩვეულებრივ პრაქტიკას იმ კულტურაში. აძლევს თავის მხევალს და მხევალის შვილი იქნებოდა სარას შვილი და იქნებოდა აბრაამის შვილი და შედეგად იბადება ისმაელი. მისი სახელი ნიშნავს ღმერთმა ისმინა. მე-16 თავში დაბადების წიგნისა, იგივე შესაქმეს წიგნისა, აბრაამი არ ეკითხება ღმერთს, გააკეთოს ეს საქციელი თუ არა. ის უბრალოდ სარას რეკომენდაციას ღებულობს, ცხოვრობს ჰაგართან და იბადება ისმაელი. ეს არის პირველი მისი შეცდომა, რომელიც ღმერთთან დაუკითხავად მან გააკეთა. გადის წლები, იბადება ისააკი და უკვე აღთქმის ძესა და ხევალის ძეს შორის კონფლიქტი იწყება. აბრაამს ძალიან ამწუხრებს ეს საკითხი. სარა ეუბნება, რომ გაუშვი მხევალი. ღმერთიც ეუბნება აბრაამს, რომ დაუჯერეს სარას. მაგრამ ღმერთი არ ეუბრება აბრაამს, რომ ერთი ტიკჭორით და მცირეოდენი პურით გაუშვი შენი შვილი. უაღრესად მდიდარია აბრაამი, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იმ გარემოცვაში, თავის შვილს ერთ ტიკჭორას აძლევს, 21 თავში წერია ეს დაბადების. და პურს აძლევს, გაუთავდება წყალი ჰაგარს, ისმაელი წყურვილისგან ლამის კვდება და მოშორებით წავა ჰაგარი, რომ არ დაინახოს თავისი შვილის სიკვდილი. და ამ დროს უფალი ისმენს ისმაელის ხმას. იშმაელ, მე ვისმინე მისი ხმა. და წყალს ამოაფრქვევს იქ. არაბები დღესაც მიგიყვანენ ზამზამის წყალთან, რომელიც მექაში არის და დაგანახებენ, რომ ეს ზუსტად ის წყალია, რომელიც ისმაელს მიეცა. ფიქრობ არ უნდა იყოს ეს ტყუილი. ისმაელი უარყოფილია მამის სახლის მიერ. მაგრამ ისმაელი მიღებულია ზეციერი მამის მიერ. ძალიან კარგია, რომ ქრისტიანი მქადაგებლები დიდ ყურადღებას ვამახვილებთ ხოლმე ისააკზე, აღთქმის ძეზე და რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე ზუსტად ამ შტოში მოდის.
მაგრამ ისმაელიც აკურთხა ღმერთმა, მასაც ვაკურთხებ ეუბნება ღმერთი, მაგრამ აღთქმისზე იქნება ისააკი. უნდა ითქვას დადებითი რამ ჰაგარზე, რომ აბრაამი როდესაც გარდაიცვლება, ისმაელი ჩამოდის და ისააკთან ერთად დაკრძალავს აბრაამს 25 თაობით. კარგად აღზარდა დედამ შვილი, ნახეთ. არ შთააგონა მამის სიძულვი, როგორც ჩანს. რამდენად ძნელი ასატანი იქნებოდა ისმაელისთვის, რომ ის უარყოფილია მამისგან. რომ ის ერთი ტიკჭორით და ციროდენი პურის ამალა გააცილა წმენის ამხელა მამამ, რომელმაც მას შეასწავლა ღვთის შიში, ერთი ღმერთის თაყვანისცემა, ის უკუგდებულია. ისმაელის შთამომავლები დღესაც ატარებენ ამ ჭრილობას. ისინი დღესაც ცდილობენ დაემკვიდრონ აბრაამის ოჯახში თავისი გზებით. მაგრამ ღვთის აღთქმაში ღმერთს მათთვისაც აქვს ქრისტეში თანასწორად ღირსეული ოჯახის ადგილი. ისმაელმა შეძლო მამისთვის ეპატიებინა ეს აქციები. ეს აბრაამის ძირითადი შეცდომები და გვერდითი მოვლენები, რაც იყო მის ოჯახში. ეხლა მინდა შევეხოთ საკითხს, აბრაამის რატომ გახდა ის წმენის მამაკაცი. პირველი, როდესაც ჩვენ წავიკითხეთ დაბადების მე-12 თავი, ღმერთი როცა ეუბნება, გამოდი შენი მამის სახლიდან, დატოვე შენი სამშობლო. უდრტვინველად, განსჯის გარეშე, გარემოების კეთილმოწყობის გარეშე, ყოველგვარი კონკრეტული გეგმის გარეშე, სპონსორების გარეშე, გება და მიდის აბრაამი თავისი სახლიდან. ტოვებს ყველაფერს სახკარს, თუმცა სიმდიდრე აქვს და მიაქვს ეს ყველაფერი. ეს იგივე იქნებოდა თქვენ რომ ახლა ცხოვრობდეთ აშშ-ში და გითხრან რომ სადვე ზიმბაბვეში უნდა წახვიდეთ. ზუსტად იგივე ცივილიზაციის ცენტრიდან გამოდის აბრაამი და მიდის. პირველი მისი მთავარი თვისება უპირობო მორჩილება ყოველგვარი დრტვინვის გარეშე. 99 წლის ასაკში აბრაამი წინადაცვეთას ახორციელებს თავის თავზე და ისმაელზეც. ისააკზეც შემდგომ. გაიზრდება ისააკი და აბრაამის ცხოვრებაში ალბათ დგება ყველაზე რთული მომენტი, რომელიც ისტორია თქვენ კარგად იცით. მე დეტალებში ამ ისტორიას არ მოყვები, მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება თუ რა თვისება გამოავლინა აბრაამმა აი ამ ისტორიაში. ჯერ ამდენი წელი ელოდება ამ შვილს, როგორც იქნა ეყოლა აღთქმის წე. და მან ძალიან კარგად იცის, რომ სამყაროს მხსნელი უნდა დაიბადოს მის შთამომავლობაში. ეს აღთქმები ღმერთისგან მიცემულია. არ ქონდა ბიბლია, მაგრამ აბრაამს ქონდა ძალიან ახლო კავშირი შეთის შთამომავლობასთან. თუნდაც შეთის შთამომავალი იყო. სამოცი წლის იყო აბრაამი თუ დაიანგარიშებთ, როდესაც ნოე გარდაიცვალა. ნოეს თავის მხრივ თავის პაპასთან ჰქონდა მეთუშალახთან ურთიერთობა, რომელიც მინიმუმ 2 საუკუნის განმავლობაში ადამის თანამედროვე იყო.
გესმით კავშირი. ის აღთქმა რომ უნდა მოვიდეს ვინმე ვინც თავს გაუჭეჭყავს ბოროტს ზეპირსიტყვიერად არსებობს. და მგონია და ვარაუდობ რომ ჩვენზე უფრო ღრმად ესმოდათ ეს ისტორია იმ დროის ხალხს. ამიტომ აბრაამის გამოხმაურება ღმერთის მოწოდებაზე ერთადერთ მიზანს ისახავს. მე გავხდები ის ადამიანი, რომელიცაც პატივი ექნება ვიყო ამ ღმერთის დიდი აღთქმის ნაწილი, დაიბადება მხსნელი და ამ მხსნელში იკურთხება მთელი დედამიწა. რამდენი ეროვნება ვართ ახლა აქ ჩვენ? და ქრისტეში ვართ. აბრაამის უპირობო მორჩილების შედეგები ვართ ჩვენ. ეკლესია. მოვიდა დღე, როდესაც უნდა გამოსცადოს ღმერთმა აბრაამ. დიახ, გამოსცადოს. ღმერთი ბოროტად არავის არ ცდის. დაბადების შესაქმის 22 თავი ასე იწყება. და გამოსცადა ღმერთმა აბრაამ. ხშირად ჩვენ ჩვენი გულის თქმებით ვიცდებით ეს სხვა საკითხია. და იმ დონემდე ვერ ავდივართ ხოლმე თითქმის ვერასდროს, რომ მართლა ღმერთმა გამოგცადოს ჩვენ. მაგრამ თუ ღმერთი უშვებს განსასწელს, მოციქული გვეუბნება პავლე, რომ აუცილებლად გადატანის საშუალებას მოგცემს იმდენს დაუშვებს. ეხლა აბრაამის მდგომარეობა ავიღოთ. ნახეთ, აქაც უპირობოდ ემორჩილება. იგივე ღმერთი ეუბნება ისააკში იქნება ის აღთქმა და იგივე ღმერთი ეუბნება მომიყვანე ის მსხვერპლად. ორივე მტკიცებულება ურთიერთგამომრიცხავია ადამიანურად. ურთიერთგამომრიცხავია, პარადოქსი. ორივე მტკიცებულება სიმართლეა, მაგრამ ერთმანეთს არ ეთანხმება. მიყავს აბრაამს ისააკი, იქ გახსოვთ დიალოგი, ისააკი ეკითხება. შეშა აგერ არის ცეცხლის ასანთები, აგერ არის და მსხვერპლის ად არის მამა. ღმერთი გამოაჩენს შვილო მსხვერპლს. ისააკის ასაკი ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ვარაუდობენ, რომ 30 წლამდე იყო, ზოგი ამბობს 18 წლისა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში ის საკმაოდ დასრული იყო და უკვე იცოდა მსხვერპლშეწირვის შესახებ. ებრაელთა წერილის ავტორი, ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს ავტორი გვეუბნება ერთ საინტერესო რამეს მე-11 თავში, მე-19 მოხდში. მან მიიჩნია, ანუ ჩათვალა, ბერძნულად ისე არის სიტყვა ის, რომ დასკვნა გააკეთა, ღმერთმა თქვა, რომ ისააკში აკურთხებს ხელსკაცობრიობას, ღმერთმა თქვა, რომ მომიტანე მსხვერპლად. დასკვნა უნდა მოვიტანო მსხვერპლად, მაგრამ ღმერთი გააცოცხლებს. აი ამის ჯეროდა აბრაამ. მიიჩნია, რომ მას შეეძლო მისი მკვდრეთით გაცოცხლება. ოდესღაც კი არა. მაშინვე და ის გაიზრდებოდა წმინდაში. გავაკეთებდი მე ამ დასკვნას? მე პირადად იონას უფრო ვგავარ, როცა ვადარებ ბიბლიურ პერსონაჟებს თავს. იონას აპირისპირო პერსონაჟია აბრაამის. ღმერთი რასაც ეუბნება პირიქით აკეთებს. ნოე წარღუნამდე მთელი ცხოვრება ქადაგებს, არავინ არ ინანიებს. ყველაზე წარუმატებელი მქადაგებელია კაცობრიობის ისტორიაში. იონა ერთ ფრაზას ამბობს და მთელი ქალაქი ინანიებს. ეს ისე პავლე მოციქულის ილეთი არსებობს, ცოტა გადახვევა ისტორიიდან. ყველა პერსონაჟს ბიბლიურს თავისი თვისება აქვს და ჩვენ როცა ვკითხულობთ ბიბლიას, რომელიღაც პერსონაჟი უფრო ახლოს არის ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თავს როგორც სარკეში ვხედავთ ხოლმე იმ პიროვნებაში. ხდება ხო ასეც როცა ვკითხულობ.
უპირობოდ ემორჩილება აბრაამი ღმერთს. უპირობოდ ღმერთის მორჩილება, აი რა აკლია ქრისტიან მორწმუნეს, რა მაკლია მეთქე. მე ჩემ თავს შევეკითხე, შეგიძლია შენ, რომ ღმერთმა გითხრას, აი აქა და აქ წადი. სრულიად უპირობოდ განსჯის გარეშე. მოიცა ჯერ ბინას გავყიდი, მოიცა ჯერ იქ ბინას ვიყიდი და მე რეწა. შეგიძლია უბრალოდ წახვიდე. ჩვენ იმდენად რაციონალურები ვართ, რომ არ შეგვიძლია. გონებით უნდა დავალაგოთ ყველაფერს. მეორე მომენტი, რაც ჩანს აბრაამის რწმენის მამის თვისებებში, ეს არის პრიორიტეტების მართებულად დალაგება. როდესაც ფარა გაუმრავლდება ლოტს და აბრაამს, ლოტის და აბრაამის მწყემსები ერთმანეთთან კონფლიქტს აწარმოებენ, ჩხუბობენ, ვერ ინაწილებენ ამ მიდამოებს. მე-13 თავში არის ეს დაბადების ციკლის ისტორია. ჯერ ისააკი არ არის დაბადებული. არც ისმაელი არ არის დაბადებული. მაგრამ იმხელა სიმდიდრე აქვს ლოტს და აბრაამს, რომ მათი ერთად გვერდიგვერდ ყოფნა შეუძლებელი ხდება. იგივე რამ ხდება იაკობსა და ესავს შორის, როდესაც ისინი შერიგდებიან, იქაც წერია, რომ ვერ იტევდაო ის არე-მარე მათ. და აბრაამი ეუბნება ლოტს ესეთ რაღაცას. რაზე ვიჩხუბოთ ახლა შენი მწყემსები, ჩემი მწყემსები კონფლიქტში არიან? რომელ მხარესაც შენ აირჩევ, იმის საპირისპირო მხარეს ავირჩევ. თუ მარცხნივ წახვალ, მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მარცხნივ წავალ. ლოტს არჩევანი აქვს და იცით რა არჩევანს აკეთებს თუ გახსოვთ. ყველაზე ნაყოფიერ მიწას ირჩევს, ლოგიკურ, რაციონალურ, მატერიალურ ბიზნეს არჩევანს აკეთებს. ვერ გაამტყუნებს. მაგრამ ნელ-ნელა მე აღმოჩნდება, რომ სოდომა და გომორაში ცხოვრობს და იქ გვიდირდება. აბრაამი აქაც სრულ დამოკიდებულებას ავლენს ღმერთისადმი. მისთვის ნიშნულობა არ აქვს, რომელი მიმართულებით წავა, ნიშნულობა აქვს, რომ ღმერთი იქნება არის მას. პრიორიტეტი სწორად აქვს აბრაამს დალაგებული. მეორე მომენტი პრიორიტეტების დალაგების, რაც ჩანს აბრაამის ცხოვრებაში, ეს არის, როდესაც ჩემი აზრით, როდესაც ლოტი უკვე ტყვეობაში ვარდება სოდომა და გომორას დაესხმევა თავს რამდენიმე მეფე, დაიპყრობენ, წაასხამენ ტყვეება დამად და აბრაამს მოუტანენ ამბავს, გაეკიდება, დააბრუნებს, დაიხსნის და აქ სოდომას მეფე მას თავაზობს ანაზღაურებას ამ მომსახურების. აბრაამი ეუბნება, რომ არა, არ მჭირდება. მერე იტყვიო, რომ მე გავამდიდრე აბრაამი. აქაც აბრაამი უფიქსირებს, რომ ყველა კეთილდღეობა, რაც მე მაქვს, ღმერთის დამსახურება. და იმ წარმართი გარყვნილი მეფისგან არ ღებულობს არანაირ ანაზღაურებას. მან იცის სოდომა და გომორას შესახებ. გარემარემ გარემოცვა მიცის იქ რაც ხდება, რომ სასტიკი ხალხია მერეანად. მეორე სწორად დაალაგე პრიორიტეტი შენ ცხოვრებაში. ესეც რწმენის მამის თვისება. მესამე რწმენის მამის თვისება, რაც ჩანს აბრაამის ისტორიაში, ეს არის, რომ ის ზრუნავს ადამიანებს. უკვე ვთქვი, ლოტის დახსნა ტყვეობიდან, მიუხედავად იმისა, რომ ლოტი ხორციელი მორწმუნის სახეა და ხორციელ არჩევანს აკეთებს მთელი ცხოვრება, აბრაამი მთელი ცხოვრება ზრუნავს მასზე. მოციქულიც გვეუბნება, რომ თქვენ ძლიერებმა უსუსურთა ტვირთი იტვირთეთ. ზრუნველობა შენს თანამორწმუნეზე, შენს გარემოცვაზე, სადაც არ უნდა იყო. რწმენის მამის თვისება, ეს ჩანს აბრაამის ცხოვრებაში.
როდესაც უკვე ღმერთი გადაწყვიტავს სოდომო და გომორას განადგურებას აბრაამთან, რომ მიდის, აბრაამი მას გამოელაპარაკება და ეუბნება ამდენი რო იყოს 50 რო იყოს და 10-მდე დადის და 10-იც რო იყოს დავიხსნი და მე მე-19 თავში დაბადების წიგნში წერია რომ აბრაამი წარდგებოდა ხოლმე ღმერთის წინაშე იქ სადაც იყო ადგილი და სადაც ის ხშირად მიდიოდა და წარდგებოდა. ანუ აბრაამი ლოცულობს ლოტისთვის, ლოცულობს სოდომა და გომორასთვის. ისააკის დაოჯახებაზეც ზრუნავს სანამ გარდაიცვლება. ზრუნველობაც წმენის მამისთვისებაა და განუყრელი ნაწილია აბრაამს. და მეოთხე მომენტი და ბოლო შევაჯამოთ. აბრაამის თავმდაბლობა და თვინიერება ჩანს. სად? როდესაც ის გაიმარჯვებს იმ მეფეებზე, ვინც სოდომო და გომორა დაიპყრო და დაატყვევა ეს ხალხი და მათ შორის ლოტი, გაანთავისუფლებს ლოტს, სოდომო და გომორას მეფეს რო უარს ეუბნება იმ ანაზღაურებაზე, აქ შემოდის უდიდესი პიროვნება მელქისედეკი. ყველა ჩუმდება, მელქისედეკი აკურთხებს აბრაამს და ებრაელთა ეპისტოლეში ნათქვამია მე-7 თავის მე-7 მოხსნით. აბრაამზე დიდი იყო მელქისედეკი. რა დიდი მოწოდებაც არ უნდა გქონდეს, ვეღაცა მაინც დიდი იქნება ღმერთის წინაშე ის ოჯახში. აბრაამმა მეათედი გადაუხადა მერე მელქისედეკი. შემდგომ აბრაამის შთამომავლებიც იხდიან მეათედს და მაგრამ ვის უხდიან არ ჩანს. ვარაუდობ, რომ იყვნენ ისეთი პიროვნებები, ვინც მათზე მაღლა იდგა და ისინი ერთი ღმერთის მსახურები იყვნენ მელქისედეკის მსგავსად და აი ამ პიროვნებებს უხდიდნენ მეათედს, ისააკიც და იაკობიც და მისი შთამომავლები. უდაოდ დიდი არის აბრაამი, მაგრამ აბრაამმა კარგად იცის, როგორ მიაგოს პატივი მასზე უფრო დიდ ღმერთის წინაშე პიროვნებას მელქისედეკს. ვინ არის მელქისედეკი? ახლა ამაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს ცალკე მსჯელობის საგანია და ცალკე ბიბლიური პერსონაჟია, რომელიც საჭიროებს ცალკე განხილვას. აბრაამი საკუთარ თავს ღმერთს როცა ევედრება, რომ შეიწყალოს სოდომა და გომორა, თუ იქ 10 ადამიანს მაინც ნახავს, ეუბნება, რომ მე მიწა და მტვერიო ბედავ შენ წინაშე სიტყვის თქმას. მაგრამ ჩვენ გვაქვს აბრაამის ისტორიაში ღმერთის მიერ მისი შეფასებაც. ეგვიპტელ ფარაონს ღმერთი ეუბნება, ის არის ჩემი წინასწარმეტყველი. პირველად ბიბლიის გვერდებზე სიტყვა წინასწარმეტყველი ღმერთის მიერ გამოყენებულია აბრაამის მიმართ აი აქ, მე-20 თავის მე-7. ღმერთი აძლევს წმენის მამას შეფასებას და ამბობს, რომ ეს არის ჩემი წინასწარმეტყველი. გამხელა რეკომენდაციაა ეს ფარაონის წინ, ფარაონს ეუბნება ღმერთი. რამხელა შეფასება არის. ჩემზე რა სიტყვის ნეტა ღმერთი პირადად. ასევე წარმართები უკეთებენ აბრაამს შეფასებას. აბიმელექი და მისი ხედართავარი ფიქოლი ეუბნება, რომ ყველაფერში, რასაც შენ აკეთებ, ღმერთია შენთან. ეს არის 21 თავის 22 მოხსნით. და ზავსდებენ მშვიდობის ხელშეკრულებას, რომ არ დაესხმიან ერთხელ. და ბოლოს ხეთელი ძეები ეუბნებიან, ღვთისკაცი ხარ შენ ჩვენ შორის 23 თავში, მე-6 მოხსნით. მოკლედ განვიხილეთ წმენის მამის თვისებები. დაემორჩილე უპირობოდ ღმერთს, თუ გინდა რომ წმენის მამის თვისებები გქონდეს. დაალაგე პრიორიტეტები სწორად შენ ცხოვრებაში.
იზრუნე ადამიანებს. გამოიჩინე თავმდაბლობა და აუცილებლად განდიდდება ღმერთი შენს ცხოვრებაში და შენი მეშვეობით. დიდება, ქება და თაყვანისცემა ჰქონდეს მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.